ჟურნალისტობის პარალელურად ვიყავი აქტივისტი, თბილისის სამქარი გავაკეთეთ ორგანიზაცია თბილისის მზრუნველთა გაერთიანება თბილისის სამქარი და სულ ვცდილობდით რაღაცის გადარჩენას და როგორ მივედი პოლიტიკამდე იყო ერთი ეგეთი ამბავი რომ სულ ვებრძოდით შედეგებს მეც და ჩემი მეგობრებიც რა. სულ შედეგებს ვებრძოდით და არა მიზეზებს რა. აი რაღაც ნებართვას გამოსცემდნენ რომ იმელი შენობის დემონტაჟის ნებართვა გამოსცეს და მერე ვიწყებდით და გვინდოდა იქ ყოფილიყავით, სადაც წყარო იმღრეოდა რა. ხო, და აი თბილისის საკრებულო იყო ასეთი და ამიტომ გადავწყვიტე რომ მე რომ შევკრიბე ჩვენთან ორგანიზაციაში ხალხი უთხარი რომ ვიღაცას მოეწონა ეს გაწყვეტილება, ვიღაც არ მოეწონა. მე უთხარი რომ იქ ვიქნები, სადაც გაწყვეტილებას იღებენ და მინიმუმ პირველი ავყვირდები შესაძლოა შედეგებს ხო და სულ დამდგარ შედეგს ველოდებით, იმიტომ რომ იმ პროცესში არა ვართ და ზოგადადაც. და ნუ მაშინ ჩემ თავშიც დავამტვრიე სტერეოტიპი, იმიტომ რომ ჩვენთან ხო პოლიტიკა ბინძურია და არ უნდა გაეკარო და ასე შემდეგ და შემდეგ ხო. იმიტომ რომ ობიექტურად რო ვთქვათ, ორი რაღაცისთვის მიდიან ჩვენი და ასე აღმოჩნდა თბილისის საკრებულოში გავიმარჯვე ქართული ოცნება მაშინ დავატყეპე ბეჭებზე საბურთალოზე 2014 წელს ვიყავ ერთ-ერთი ვიმარი ხარ რატომაც არა ეგრე იყო და საბურთალოზე ერთ-ერთი მაჟორიტარი ვიყავი რომელსაც მაშინ ოცნებას მოუგე